როგორც ცხოვრობდა მოსახლეობა თავისუფლების გზის გაშენებამდე სამცხე-ჯავახეთში. რეგიონში რამდენიმე წლიანი ვაკუუმი დასრულდა. ყველაფერი კი 1828 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც ახალქალაქში რუსებმა სამხედრო ბაზა ააშენეს. წლების განმავლობაში ოკუპანტები რეგიონში კონფლიქტის გაღვივებას ცდილობდნენ. რუსი აგენტებით დაკომპლექტებული ბაზა ადგილობრივების სრულ იზოლაციას ახდენდა. ამას კი ხელს რეგიონში მისასვლელი გზის არსებობაც უწყობდა. რუსეთის შორს მიმავალი გეგმები და დასრულებული იზოლაცია ნახეთ ქეთი ქაშაკაშვილის სიუჟეტში. განაგეს მიწამ შვიდად რუსული არმია დაგიცავს შენეს. წარწერა ახალქალაქში რუსული სამხედრო ქალაქის შესასვლელს 1828 წლიდან ამშვენებდა. წარწერის ავტორმა რუსმა გენერალმა პასკევიჩმა ეს პირობა ახალქალაქში თურქეთზე გამარჯვებისა და იქ რუსული სამხედრო ბაზის დაარსებისას დადო. აბრა წარწერით ახალქალაქიდან 62 რუსული სამხედრო ბაზის გატანის დროს მოიხსნა. პირობა, რომელიც რუსმა გენერალმა 180 წლის წინ დადო, დიდხანს სრულდებოდა. რუსულმა სამხედრო ბაზამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი მთლიანად მოწყვიტა ქართულ სახელმწიფოს როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ და სოციალურ ასპექტებში. საბჭოთა კავშირის მიერ იყო ეს გარკვეული ასეთი სურვილი იყო, იმიტომ რომ ეს გასამხედროებული ზონა ფაქტიურად ნიშნავდა, რომ იქ კონტროლ ქვეშ ეყოლებოდა მთელი მოსახლეობა. სამცხე-ჯავახეთში რუსეთმა შორს გათვლილი გეგმით დაიწყო მოქმედება. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ რუსეთმა არჩევანი ამ რეგიონზე შემთხვევით არ გააკეთა. სამცხე-ჯავახეთი წლების მანძილზე ფეთქებად საშიშ რეგიონად მიიჩნეოდა. ეს იყო დანარჩენ საქართველოს მოწყոտილი რეგიონი კარჩაკეტილი საზოგადოებით, რომელთა უმრავლესობაც ეროვნებით სომეხია. რუსული სამხედრო ბაზა კი ძირითადად აგენტურით იყო დაკომპლექტებული და ისინი რეგიონში მუდმივად სეპარატისტული განწყობის გაღვივებას ცდილობდნენ. მოსახლეობა ძირითადად ორიენტირებული იყო სომხურ სახელმწიფოზე, სომხეთზე. ამას ესე იგი აქ სეპარატისტულ თქვათ ტენდენციებს თავის დროზე ხელს უწყობდა აქტიურად, ძალზედ აქტიურად ხელს უწყობდა რუსეთის ბაზა. რუსეთის ბაზის თანამშრომელთა ძალზედ დიდი ნაწილი ეს იყო აგენტურა რუსეთის. გზა, რომელიც დღემდე არ არსებობდა, ეს იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობდა ამ რეგიონის მოსახლეობის დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციას. ამ რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომელიც ეთნიკურად სომეხია, არ იცის ქართული ენა, რითაც სარგებლობდნენ გარკვეული ჯგუფები და ისინი მუდმივად ცდილობდნენ საკუთარი დომინანტობის ხაზგასმას. რამდენიმე წლიანი იზოლაცია დასრულებულია. ახალი გზა სამცხე-ჯავახეთსა და საქართველოს დედაქალაქს ერთმანეთთან 2 საათნახევარში აკავშირებს. რეგიონში სჯერათ, რომ ეს იქნება საქართველოს გაერთიანების რეგიონების ერთმუშტად შეკვრის და გათავისუფლების გზა. ეს გზა სამცხე-ჯავახეთს საქართველოს სხვა რეგიონებთან დააკავშირებს და დაამეგობრებს. ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ეკონომიკის განვითარებას. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შემიძლია ვთქვა, რომ ეს გზა გადაარჩენს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს. თავის ზღაპარში მგონია. დარწმუნებული ვარ, ეს გზა მთელ საქართველოს ერთ ოჯახად გააერთიანებს. რუსი გენერლის პირობა დარღვეულია. სამცხე-ჯავახეთს რუსული არმიის მაგივრად ქართული სახელმწიფო იცავს. ახალქალაქში აღარც რუსული სამხედრო ბაზა არსებობს. სამაგიეროდ არის გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის გათავისუფლების გარანტი ხდება. გათავისუფლების პირდაპირი და ირიბი გაგებით.